რა არის ეს? რა მულტფილმებს უყურებ? お前はもう死んでいる。何? მოდი გავარკვიოთ თუ რა არის ანიმე და რატომ ძულს იგი ბევრს. მეცნიერული გათვლებისა და უცხო პირთა ობიექტური გამოკითხვის შემდეგ დავადგინეს შემდეგი. ანიმე кайფია. ეგეთი ბიჭები ჩვენ არ გვიზიდავს. როგორც დავინახეთ, მოსაზრებები გაიყო. კერძოდ, ჩემთვის ანიმეს უმეტესობა მართლაც საინტერესო და უნიკალურია. რადგან როცა მას უყურებ, ფიქრობ, როგორ შეიძლება საერთოდ აქამდე მისვლა? ეს არა მარტო ანიმეს შეეხება, არამედ მთლიან აზიურ მედია კულტურას. მაგრამ ნარკომანიის, სისხლის და ნაწლავების მიუხედავად, ყველა ანიმეში უმეტესად დევს დადებითი აზრი. მაგალითად, ნარუტოს უყვარდა სამართლიანობა, მეგობრობა და სასკე. ონიძუკა მართალია გარყვნილი იყო, მაგრამ თავის მოსწავლეებში დებდა მხოლოდ სწორ მორალურ ფასეულობებს. სიკვდილის დღიური კი აჩვენებს თუ რა შეიძლება ადამიანს უქნას უსასყრო ძალაუფლება. აი ანიმეებს რითი შეუძლიათ რომ შეგაზარონ თავი. ყველაფრის გაწელვა, ყველა ანიმეს არ შეეხება. 10 სერიაში 2 დარტყმა და თითქმის ნახევარი სეზონი თურქული სერიალია ჩაყოლებული. ასევე დამწყები მაყურებელი შეიძლება გააოცოს ჰიპერემოციურობა. მაგალითად, მულტფილმში მართალია უფრო მეტი ემოცია უნდა იყოს ვიდრე ჩვეულებრივ სერიალში ან კინოში. ეს ნორმალურია. აზიურ კინოებში კი იმანჭებიან მულტფილმებზე მეტად და წარმოიდგინე რა ხდება ანიმეში. კიდევ ერთი განსხვავება. იდეალიზირებული გოგონები. ანიმეში თითქმის ყველა გოგოს აქვს იდეალური სხეული და ხასიათი. ამის გამო ბევრ ბიჭს აღარც უნდება სამი და გოგოებთან დაბრუნება. ნუ შეხედე, როგორ არ უნდა შეგიყვარდეს. ახლა კი მწარე რეალობა. ამას ხო ხედავ? აი ამასაც. ახლა კი სულიერად მოემზადე, რადგან ესენი ორივე ბიჭებია. კარგი ხო, ვის არ მოსვლია, კარგი რა. უბრალოდ მომავალში გაითვალისწინე. ჩვენ კი გავაგრძელოთ. თითქმის ყველა ვისაც არ უყვარს ანიმე, არც აქვს ნაყურები. იმიტომ რომ მულტფილმები ბავშვებისაა. ესენი კიდე პლუს უცნაურიცაა. საერთო ჯამში ვერც ერთ ობიექტურ აზრს ვერ ვხედავ თუ რატო უნდა გძულდეს ანიმე. ცნობილია რომ მრავალი ზრდასრული ცნობილი ადამიანიც კი უყურებს ანიმეს. იმიტომ რომ ანიმეს აქვს ძალიან ბევრი ჟანრი. აქ არის სპორტსმენებზე, სკოლაზე, ხულიგნებზე, ნინძებზე, რობოტებზე, სიყვარულზე, მეცნიერებაზე, ზომბებზე, ფილოსოფიაზე, შიშველბაბუზე, ნარუტოზე, წარსულზე, მომავალზე, მეგობრობის არაამქვეყნიურ ძალაზე, თავმოყრებულ ტიპზე, ორგანიზმის მუშაობაზე, ნარუტოს შვილზე, შვარცნეგერზე, ტრაკებით ბრძოლაზეც ბოლოს და ბოლოს. რაც იმას ნიშნავს რომ ყველა შეძლებს ნახოს ის რაც მას მოეწონება. ამით ვიდეო დასრულდა, თუ მოგეწონა ლაიკით გამამხნევებ, შენთან იყო სკაუტგია. შენ ხარ ყვავილი ვიცი და როცა შენთან ერთად ვარ, მართლა არ ვიცი რა გითხრა, baby you. შენ ხარ ისე ჩემს ავში, როცა ვარვე ჩემთან, ფიქრობ რა მინდა გითხრო, baby you. ყველაფერასაც შვები ვაკეთებ მხოლოდ შენთვის, ყველაფერს და თან ყოველთვის.